განვიხილოთ მთვარის და სატურნის როლი რუკის დამუშავების პროცესში. მთვარე როგორც ისეთი ყოველთვის მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი სურვილები და თუ ჩვენ არ გვექნება სურვილი, კარგი, საფუძვლიანი სურვილი იმისთვის, რომ დავამუშავოთ რუკას ვერც დავამუშავებთ. შესაბამისად, თუ მთვარე არის მიწის ნიშანში, მიწის სტიქიაში, ძალიან მარტივი იქნება, შედარებით მარტივი იქნება რუკის დამუშავება. ეს რა თქმა უნდა არის ერთი მაჩვენებელი, ჩვენ ყოველთვის საუბრობთ კონკრეტულ თითოეულ ერთ მაჩვენებელზე. ზოგადად, როდესაც საუბარია სტიქიაზე, იანის სტიქიას ყოველთვის უფრო უჭირს დამუშავება რუკის. ამისთვის საჭიროა უფრო მეტი ინტროვერტიზმი, ანუ ინის სტიქიები უკეთესი არის, თუმცა ყველაზე კარგი არის მიწის სტიქია მაინც დასამუშავებლად. წყლის სტიქია, მიუხედავად იმისა, რომ ინის სტიქია არის, მაინც უფრო დინებას მიყვება. შესაბამისად, წყლის სტიქიამ რომ რამე დაამუშავოს, სჭირდება რაღაც ძლიერი, ესე ვთქვათ, სტიმული. მიწის სტიქიაში შედარებით უფრო გამარტივებულია ეს ყველაფერი. რაც შეეხება სატურნს. სატურნიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა არის, როდესაც რუკის დამუშავებაზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ რუკის დამუშავება სჭირდება მეთოდურობა, სჭირდება დისციპლინა, სჭირდება ყოველდღიური მუშაობა. შესაბამისად, თუ სატურნი არ არის ძლიერი, ადამიანს გაუჭირდება რუკის დამუშავება, გაუჭირდება ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ იცვლება რუკას ვერ დავამუშავებთ ჩვენ, თუ კვირაში ერთხელ ვიმუშავეთ და გაგვახსენდა ის ჩამონათვალი, რაც უნდა გავაკეთოთ. ყოველდღიურად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე მენტალურ დონეზე. იგივენაირად გავაკეთოთ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ყოველდღიურად, რაც პლანეტის დამუშავების სერვისში იქნება რეკომენდირებული ასტროლოგის მიერ. შესაბამისად, რუკა რო დამუშავდეს, ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე და ამას ადამიანი ვერ იზამს, თუ არ იქნება ძლიერი სატურნი. ძლიერი სატურნი მიწის სტიქია, იგივენაირად იძლევა გარანტიას, რომ ადამიანს შეუძლია რუტინულად საკუთარ თავზე მუშაობა გრძელვადიანად. იგივენაირ ეფექტს იძლევა ჰარმონიული მეექვსე სახლი. როგორ ნიშანშიც არ უნდა იყოს, თუ ძლიერი არის და აქტიურია მეექვსე სახლი, ესეთ შემთხვევაში ადამიანს აქვს უნარი ყოველდღიურობაში იყოს ნაყოფიერი და შესაბამისად ყოველდღიური მუშაობა მისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, სატურნი არის ძლიერი თუ არა. ანუ ერთი ცალ-ცალკე მაჩვენებელი ესე რომ ჩამოვთვალოთ, საჭირო იქნება, კარგი იქნება მთვარე მიწის სტიქიაში, კარგი იქნება ძლიერი სატურნი რუკის წარმატებული დამუშავებისთვის და კარგი იქნება აქტიური ძლიერი მეექვსე სახლი. როდესაც რუკა არის დასამუშავებელი, პირველ რიგში მუშავდება მთვარე, პირველ რიგში მუშავდება სატურნი და შემდეგ მუშავდება მეექვსე სახლი და შემდეგ უკვე მუშავდება სხვა დანარჩენი, იმიტომ რომ თუ არ გვაქვს მეთოდურობა, თუ არ გვაქვს ყოველდღიური მუშაობის უნარი, თუ არ გვაქვს რუტინაში ესე ვთქვათ, რუტინული მუშაობის უნარი და თუ არ გვაქვს ფიქსირებული სურვილი იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება რუკის დამუშავება და საკუთარ თავზე მუშაობა, რუკა არ დამუშავდება.